ამდენად ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს დაიწყო ქართული მზის კალენდარი 128 წლიანი დროჟამეულით. ესე იგი მზის კალენდარი, ქართული მზის კალენდარი აგებული იყო 128 წლიან დროჟამეულზე. და მეორე მხრივ მზის, ესე იგი აღნიშნოთ, რომ ეს მზის 128 წლიანი დროჟამეულია და მთვარის 8 წლიანი ბაბილონური კალენდარი. 540 ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან იწყება აი ამ კალენდარული სისტემების ერთდროული ამოქმედება. საქმე ის არის, რომ კარგი შესაბამისობა მზის 128 წლიანი ციკლისა, ანუ დროჟამეულისა და მთვარის 8 წლიანი ციკლისა, ანუ დროჟამეულისა. საქმე ის არის, რომ 128 იყოფა 8-ზე და ამდენად, ესე იგი, მათი ქრონოლოგიური შესაბამისობა ყოველთვის, ესე იგი, ურთიერთ თანხმობაში მოდის. 128 წელიწადში მოვა 16 მთვარის კალენდარული პერიოდი და შემდეგი, ესე იგი, როდესაც დაიწყება შემდეგი 128 წლიანი პერიოდი, დაიწყება ერთდროულად მთვარის 8 წლიანი პერიოდიც. ესე იგი, 128 წლიანი მზის დროჟამეულსა და მთვარის 8 წლიან დროჟამეულს შორის სრული შესაბამისობაა. და ეს, რა თქმა უნდა, ქართული კალენდრის, ესე იგი, ძვირფასი თვისებაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ვითარება შეიცვალა. რა კი მთვარის 8 წლიანი დროჟამეულის ნაცვლად შემოვიდა ეგრეთ წოდებული 19 წლიანი დროჟამეული და ეს მოხდა მეხუთე ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ხოლო ასეთი შესაბამისობა, რომელიც იყო მზის 128 წლიან და მთვარის 8 წლიან დროჟამეულებს შორის, ასეთი შესაბამისობა ჩვენ უკვე 19 წლიან მთვარის კალენდართან და 128 წლიან მზის კალენდართან არ გვაქვს. არადა წელთაღრიცხვა უნდა იწყებოდეს ასე. პირველი წელი 540 წელს არის მზის 128 წლიანი ციკლის პირველი წელი და მთვარის 8 წლიანი დროჟამეულის პირველი წელი. მაგრამ როდესაც გადავიდნენ 19 წლიან მთვარის დროჟამეულზე, საჭირო შეიქმნა, რომ 19 წლიანი დროჟამეული და 128 წლიანი დროჟამეული ერთდროულად ამოქმედებულიყო. და ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 280 წელს, როდესაც დაიწყო 540 წელს იწყება მზის პირველი 128 წლიანი დროჟამეული, მერე 412 წელს მეორე 128 წლიანი დროჟამეული და 284 წელს დაიწყო მესამე 128 წლიანი დროჟამეული. კალენდარული, რა თქმა უნდა, და შესაბამისად დაიწყო მთვარის 19 წლიანი დროჟამეული.
აი ეს თარიღი 284 წლის ახსნა ეხლა ადვილია, რადგანაც 284 წლის დამღებ პირველ წელს 128 წლიანი ციკლის პირველი წელია და მთვარის 19 წლიანი დროჟამეულის პირველი წელია. აი ეს კალენდარული შესაბამისობა საფუძვლად დაედო იმას, რომ ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს ფარნავაზ მეფემ შემოიღო ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა.